ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება ისევ გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებელი მალხაზ ლომიძე და წაღლის მკვიდრი თამაზ ლომიძე. შეგახსენებთ, ამავე საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია, თუმცა უცნობია აპირებს თუ არა ის ხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამ პროცესს პირადი შურიზების მორიგ მცდელობას უწოდებენ. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საგუშაგოს განთავსებით ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. კითხვები ეხებოდა ჩვენთან სოფელში ტყის მასივის მდგომარეობას 2019-მდე და იმას შემდეგ. დაახლოებით 400 ჰექტარი ტყის მასივი სარგებლობდა სოფელი ამ ტყის მასივით 2019 წლის შემდეგ, რაც ეს საგუშაგოები ჩაიდგა. სოფელს ლომა აქვს ფაქტიურად. მთლიანად ეს მასივი არ დაუკავებიათ, მას საგუშაგოები გარკვეული ნაწილი უკავიათ ტყის მასივის, მაგრამ ფაქტიურად აკონტროლებენ უკვე ესენი ტრაქტები 3 თუ 4 პოსტი უდგავთ ამ ტყის მასივში მათ. გზა გაჭრეს, თავით სხვა ახალი გზა და მთლიანად აკონტროლებენ და ასე რომ მოსახლეობას ერთგვარი შიშიც ეუფლება, გაუვალივითაც არის ეს და არ ვიცი ხა რა ხდება ტყეში არავინ დაზღვეული არ არის. 90-იან წლებში რაც იყო, იმის შემდეგ აღარნაირი დაძაბულობა 2009 წლამდე აღარ ყოფილა. აქ 2009 წელს მე ეს გარკვეული მონაკვეთი ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა 2009 წელს. შემდეგ 2009 წლის შემდეგ ჩვეულებრივ ჩადგა ისე ყველაფერი, როგორც იყო და 2019 წლის შემდეგ უკვე ფაქტიურად დაკარგულია სოფლის უკვე ეს ტერიტორია. საშიშროება არ ყოფილა არაფრისა. დღეს სოფელი ახლა ხალხი სარგებლობდა და იქა ხრეში იყო, ფერადი წითელი ხრეში. სოფლის გზები იხრეშებოდა. და ასეთი რამე და ის საშიშროება არაფერი არ ყოფილა იმადგან. არ ამოდიოდნენ და ჩორჩანაში რო შევიდა მე ჩვენი ის ჯარი ჩორჩანის იქით არის რა, სოფელს უნდა გაცდე. მე ამოვიდნენ სოფელ წაღლში. წაღლის საკოლმეურნე ტყე იყო 400 ჰექტარი და შემოვიდნენ ეგენი სადღაც კილომეტრ-ნახევრითა. და დადგეს საგუშაგოები, დროშები. და არიან ჩვენი ხალხი აღარ ჩადის უკვე. დაიკარგა. დღეს ახლა სოფელში ზოგს თონი აქვს, ზოგს რაღაცა და იყენებდა საძოვრებისთვის.